ახალი ექვსის სტუდიაში თინა ბეგიაშვილი მუშაობს. გამარჯობა. გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ჰელენ კლარკი კახეთში ჩავიდა და სოფლის მეურნეობისა და განათლების მინისტრებთან ერთად გაჭრეთის პროფესიული კოლეჯი დაათვალიერა. ვიზიტის ფარგლებში კლარკი მექანიზატორთა გადამზადების პროგრამას გაეცნო კოლეჯის სადეგუსტაციო დარბაზში მისი სახელობის ღვინის ჩამოსხმას დაესწრო. დღესვე ის ფერმერ ქალთა ასოციაციის დაფუძნებაში მიიღებს მონაწილეობას და გაჭრეთის პროფესიული კოლეჯის მესაქონლეობის ფერმაც გახსნა. ჰელენ კლარკის განცხადებით საქართველოში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ის ქვეყნის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავს. I'm very pleased to be in Georgia for the first. ძალიან მოხარული ვარ საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტით. ახლა მოვდივარ დიდი რვიანის შეხვედრიდან, სადაც ეკონომიკის საკითხები განვიხილეთ. სწორედ ამ თემებზე მექნება საუბარი საქართველოში დაგეგმილ შეხვედრებზეც. ასევე მოუთმენლად ველოდები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და სხვა მინისტრებთან შეხვედრას. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ გაეროს დახმარებაზე, რა შეიძლება გაკეთდეს მომავალში საქართველოსთვის, იმისთვის რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ქვეყნის პოტენციალი. ხოლ გაჭრეთში მივამგზავრები, სადაც შევხვდები სოფლის მეურნეობის მინისტრს. ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება, რადგან შევძლებთ სოფლის მეურნეობის განვითარებაზეც ვისაუბროთ. საქართველოში დეკემბრის შემდეგ ეგრეთ წოდებული ღორის გრიპის ვირუსით გარდაცვალების მეხუთე შემთხვევა დადასტურებულია, ხოლო ერთი სავარაუდო შემთხვევა ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა ინნაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით ნოემბრიდან დღემდე აღნიშნული ვირუსით 153 ადამიანი დაავადდა, მათგან 133-ია, ხოლო 10 B ტიპის ვირუსით. კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს არავინ გაუთანამდეს გრიპს და დროულად მიმართოს ექიმს. დადასტურებული 18 შემთხვევა A ტიპის ვირუსის და 5 B ტიპის ვირუსის დადასტურებული შემთხვევა. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ არის გარდაცვალების ფაქტებიც. H1N1-ით გარდაიცვალა 2 პაციენტი, 51 წლის ქალბატონი, 52 წლის მამაკაცი. მინდა აღვნიშნო, რომ ორივეს ჰქონდა ძალიან მძიმე ანამნეზი ჰოსპიტალიზაციამდე. საპროტესტო აქცია ქობულეთში ადგილობრივების სასტუმრო ჯორჯია პალასის მიერ შემოერთებული 5000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის შემოღებას აპროტესტებენ. მათი განცხადებით აღნიშნულ ტერიტორიაზე კორტების მოსაწყობად სასტუმროს ადმინისტრაციამ მრავალწლოვანი ხეები გაჩეხა და ტერიტორია შემოღება, რის გამოც საცხოვრებელი სახლის პირდაპირ ზღვაზე გადასვლის საშუალება არ ეცლებათ. ბიზნესმენი თემურ ჭყონიაკი სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ გაჩეხილი ხეების სანაცვლოდ ახალი ირკვება. ქობულეთლების მოთხოვნა არის დაგვიბრუნოს ეს ტერიტორია იმ პოზიციაში, როგორიც იყო სანამ შეისყიდდა. საბორი არ იყო აქ. გახსნილი იყო და ადგილობრივი მოსახლეობა გადადიოდა პარკში, გადადიოდა ზღვისპირას და ისვენებდა. ამასთან ერთად ჩვენი დამსვენებლებიც, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ, გვეუბნებიან ვარს იმის გამო, რომ ძალიან დიდი მანძილი არის დასარტყამი, რომ საბორს აუვარონ გვერდი და შევიდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც არის ადგილი. გადაანგრიონ ნებისმიერი ადგილი, რომელიც მათ მოსწონს. გადაანგრიონ და გაიკეთონ გზა. თან ახლა არ მაგალითს. ინციდენტი ხობში ხობის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ გუშინ ღამით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ხობის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ბენიძე და მისი მოადგილე მახარე ჩეკორაია ფიზიკურად გაუსწორდნენ. განსხვავებულ გარემოებაზე საუბრობენ ხობის გამგეობაში. გამგებლის განცხადებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ფარულავა სამ თანხმრებ პირთან ერთად გვიან ღამით გამგეობაში შეიჭრა და პროვოკაცია მოაწყო. შეჭრის ამსახველ ვიდეო მასალას გამგეობა ავრცელებს. ბენიძე მომხდარს პროვოკაციას უწოდებს და აცხადებს, რომ ფიზიკურად არავის დაპირისპირებიან. საქმეს ხობის პოლიცია იძიებს დაზარალებულმა უკვე მიმართა სახალხო დამცველის წარმომადგენლობას. ჩამოვიდა ბენიძე და ჩოკორაია, ხედავდი ბენიძე გამგებელი კახაბერი და მოადგილე მახარი ჩოკორაია. ხედავდი როგორ მოემართებოდნენ, მაგრამ მათ მანქანა ეყენა მოშორებით ცოტა და მე ვიფიქრე მანქანაში სხდებოდნენ. ორივე გამოქანდა ჩემთან არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ ორივე მთვრალები. ამ ნაციონალს აქ რა უნდაო, კიდე აქ დგასო, ესაო ამის დედაცო და ფიზიკური შეურაცხყოფა მაყენეს. ატეხეს დებოში ქვემოთ თასვასთან იგინებოდნენ. დაახლოებით გაგრძელდა 3-4 წუთი. ჩვენ ეს ყველაფერი მისხნარდა. მე ვიყავი ჩემ ოთახში, ჩემს მოადგილესთან ერთად. მახარე ჩუკორაიასთან ერთად. გარკვეული ხანის შემდეგ მახარე წავიდა სახლში. ესენი გარეთ ყოფილან ჩასაფრებულები. თავს დაესხნენ მას, აგინეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
სახელმწიფო ჯაშუშობაში ბრალდებულები ხელისუფლებას საქმეზე გრიფით საიდუმლოს მოხსნას ითხოვენ. ჯაშუშობაში ბრალდებულები და უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მშავანაძე კონცდარზვერის სასამართლოს ასევე პროკურატურის იმ თანამშრომლების დასჯას მოითხოვენ, ვინც სპეცოპერაცია ენვერში მიიღო მონაწილეობა. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულები ამ ეტაპზე რეაბილიტაციას, სამომავლოდ კი ფინანსურ კომპენსაციას ითხოვენ. იმისათვის რომ რეალური სამართლიანობა აღდგეს, აუცილებელია პირველ რიგში იმ ადამიანების დასჯა. დღეს იცით თუ არა თქვენ რომ ის პროკურორი, რომელიც ზვიად ხაკაძე მაგალითად აჭარის პროკურატურაში იყო და კუდის ზედამხედველი პროკურორი იყო, ეს ადამიანი თბილისში გადაიყვანეს და აწინაურეს. ხალხი, რომლებიც აი ამ ოპერაციაში მონაწილეობას ღებულობდნენ, ხალხი დაწინაურებულია. ეს არის აბსურდი. სიტუაცია არის ისეთი, რომ ჩადენილი გვაქვს დანაშაულება, ვარ ჯაშუშები, მაგრამ გაპატიებთ ეხლა წადით სახში, იჯეკით 2 წელი. აჩვენონ საზოგადოებას რა ხდებოდა სინამდვილეში. აი ეს არის ჩვენი ძირითადი მოთხოვნა. უშუალოდ სააკაშვილს ეკისრება ეს და ყოფილ ხელისუფლებას. მათი შეთქმული საქმე არის ეს. ძალიან კარგად იციან თავისი დანაშაული და ზუსტად მაგიტომ ამონდებიან გრიფის საიდუმლოს მოხსნა. იმიტომ ჩვენ საქმეში არაფერი საიდუმლო არ არის. სულადასთვის ნათელი იქნება ჩვენი სიმართლე, როგორც კი მოიხსნება ეს გრიფის საიდუმლო. ჯოხატაურის მუნიციპალიტეტის ახლად დანიშნული გამგებელი გასულ წელს სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შესწავლას იწყებს. 2012 წელს ჯოხატაურის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროექტის ფარგლებში 643.252 ლარი დაიხარჯა, აღნიშნული თანხით კი 119 პროექტი შესრულდა. ჯოხატაურის გამგებლის თქმით, მონიტორინგის ჩატარების შემდეგ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტები გამოვლინდება, რომელსაც ის შესაბამის ორგანოებს მიაწვდის. ადამიანთა ჯგუფი თითოეულ სოფელში რაც კი პროექტი განხორციელდა, აუცილებლად შესწავლის საგანია. როცა უკვე სამსახურების ხელმძღვანელები შეიცვლება, ის სამსახურების ხელმძღვანელები, რომლებიც კომპეტენტური იქნებიან, რა თქმა უნდა, ამ საკითხში მათთან ერთად, ჩემს მოადგილეებთან ერთად, აუცილებლად ყველა სოფელში ვაპირებ გასვლას და თითეული გაკეთებული საქმის თავიდან ბოლომდე შესწავლას. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში მცხოვრების 74 წლის მზიან ახოცრიშვილი გაუსაძრის პირობებში ცხოვრობს. მას სახლის შარშან ქარიშხალმა დაუზიანა, მძიმე ეკონომიკური პირობების გამო კი მის შეკეთებას ვერ ახერხებს. მისი ერთადერთი შემოსავალი პენსია და 30 ლარიანი სოციალური დახმარება, თუმცა აღნიშნული თანხა მას წამლისა და ფქვილის საღიqლად არ ყოფნის. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბეკა ბაიდაურის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება ნახოცრიშვილს ერთჯერადად 500 ლარით დაეხმარება. სახლის სახურავის გარეშე ჩამტრეული კარფანჯარა და აყრილი იატაკი. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში გაუსაძლის პირობებში 74 წლის მოხუცი მარტო ცხოვრობს. მზიან ახუცრიშვილი ამბობს, რომ სახლის შარშან ქარიშხალმა დაუზიანა. მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო კი მის შეკეთებას ვერ ახერხებს. ყველა ოთახებში წყალი ჩამოდის და სიცივეში ვარ, შარშან და მთელი ეს წელი ზამთარი კიდე. როცა მოვიდნენ, მითხრეს, რომ ამას რაც აირჩევაო, ავკრეფავთო და ნახევარზე დაგიფარებთო, ნახევარზე რომ დააფარონ შვილო. იქიდან ხო ისევ წყალი შემოიშ. მარტო ხელამოხუცის ერთადერთი შემოსავალი პენსია და 30 ლარიანი სოციალური დახმარება. თუმცა როგორც თვითონ ამბობს, აღნიშნული თანხა ხშირ შემთხვევაში წამლისა და ფქვილის საყიდლად არ ყოფნის. პატარა ნაკვეთი კი მაქვს შვილო, მაგრამ ჩემი პენსია და დახმარების ფული არ ამკმარა შვილო. რით გავაკეთო, როგორ არის, მაგრამ ვერაფრით ვერ ვაკეთებ და ვერ ვამუშავებ. ზიანა ხუცრიშვილის მძიმე საყოფა ცხოვრება პირობებზე საუბრობენ მეზობლებიც. ხოვლია თუ რა არის უბედურ მდგომარეობაშია. მე საერთოდ რაიონშიც არ მეგულება ამისთანა გაჭირვებული და დადის ყველგან დისტანციებში, მაგრამ ყველგან უარყოფით იღებს. რაც საჭიროა და როგორც აუცილებელია, ვერ ეხმარებიან ეგრე. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ნახუცრიშვილის პრობლემას იცნობენ. გამგებლის ბეკა ბაიდაურის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მას ერთჯერადად 500 ლარით დაეხმარება. ცეტრამის რაღაცას ვაკეთებთ კიდე. რეკომენდაციას უწევთ თუ ძალიან ისე დაზიანებული რომ არ ეყოფა, უწევთ ყვარელში, მაგრამ საწყევოსთან და უფლებას ვაძლევთ და გამოიტანოს მასალა მაგალითად. კიდე დამატებით მაგის გაკეთება შეგვიძლია, მეც უკვე აღარაფერს. მარტო ხელამოხუცის თქმით, ერთჯერადი დახმარება სახლის შესაკეთებლად არასაკმარისია. გაზაფხულზე გახშირებული წვიმის შემთხვევაში კი ამორტიზებული სახლის შესაძლოა მთლიანად ჩამოინგრეს.
დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში წითელი ჯვრის უფასო სამედიცინო გამოკვლევები დაიწყო აქცია, რომელიც 4 დღეს გაგრძელდება, ადგილობრივი გამგეობის ინიციატივით ხორციელდება. ექიმთა ჯგუფი პირველ ეტაპზე სოფლების ქვემო ქედის, არხილოსკალოსა და ზემო ქედის მოსახლეობას სხვადასხვა ტიპის ეხოსკოპიურ გამოკვლევებს ჩაუტარებს. უფასო გამოკვლევების პროცესს ქვემო ქედში საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის მიზანია, რომ სოფლებში, რომელიც მოშორებულია ქალაქის მიდამოებს, ასე ვთქვათ, ჩაუტაროთ უფასოდ სამედიცინო კვლევები, მათ შორის ეხოსკოპიური, მათ შორის სისხლის საერთო ანალიზის, მათ შორის შაქრის ანალიზი. აქციის ფარგლებში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ჩამოიტანა უახლესი აპარატურა და მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მზად არის მსგავსი აქციები მომავალშიც გავიმეორებთ. დიდებული აქცია არის, ძალიან კარგი არის. მით უმეტეს ახლა ამ დუხჭირ ცხოვრებისთვის უფასოდ მოსახლეობის ჯანმრთელობის შემოწმება და ეს ყოველთვის უნდა ტარდებოდეს. ახალ კულტურა ქართული ფილმი ბერლინ ალეზე ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის გრძელი ნათელი დღეები პრიზით დააჯილდოვეს. ფილმი, რომელიც საქართველოს 90-იანი წლების ისტორიას მოგვითხრობს, პრესის ყურადღების ცენტრი პრემიერისთანავე მოხვდა. ბერლინის 63-მე საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა, ჟიურიმ ამ სეზონის გამარჯვებულები გამოავლინა. ფესტივალზე წელს 300,000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა, მთავარ საკონკურსო პროგრამაში 19 ფილმი იყო წარდგენილი, რომელთაგან გამარჯვებულების ვინაობა დასახელდა. პროგრამის ჟიურის წევრები იყვნენ ამერიკელი რეჟისორი და პროდიუსერი ტიმ რობინსი, ირანელი რეჟისორი შირინ ნეშატი, ამერიკელი რეჟისორი ელენ კირასი, გერმანელი მწერალი და რეჟისორი ანდრეს დრეზენი, ბერძენი რეჟისორი ანიტა დრეზენი და დანიელი რეჟისორი სუზან ბიერი, ხოლო ჟიურის თავმჯდომარე ჩინელი რეჟისორი ვონ კარვა იყო. სწორედ ამ ადამიანებმა შეაფასეს წელს ბერლინის მთავარ საკონკურსო პროგრამაში შესული ფილმები. იმის შესახებ, თუ რომელ ფილმს გადაეცა ჯილდო ბერლინიდან თიკა წერეთელი ისაუბრებს. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ჩვენ შევიტყვეთ, ვინ გახდა ჟიურის გამარჯვებული და ვინ დაიმსახურა ოქროსა თუ ვერცხლის დათვი, მაგრამ ვიდრე მთავარ საკონკურსო პროგრამაში გამარჯვებულ ფილმებს დავასახელებდე, მანამდე მინდა აღვნიშნო გამარჯვებული ქართული ფილმი ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის გრძელი ნათელი დღეები სექცია ფორუმში იყო წარდგენილი და პრემიერისთანავე დაიმსახურა ძალიან დიდი გამოხმაურება, როგორც მსოფლიო პრესის მხრიდან, ასევე ჩვეულებრივი რიგითი მაყურებლებისა თუ კინოკრიტიკოსების მხრიდან. ქართულ-გერმანული კოპროდუქცია არტჰაუსის კინოთეატრების საერთაშორისო პრიზით დაჯილდოვდა. ეს არის პრიზი, რომელიც სექცია ფორუმსა და პანორამაში მხოლოდ თითო ფილმს გადაეცემა ხოლმე და მე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ საქართველოს 2 ვერცხლის დათვი აქვს აღებული ბერლინალეს ფესტივალზე სხვადასხვა დროს, ეს მრავალი წლის წინ იყო და აგრეთვე იმ სექციაში, რომელ სექციაშიც ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი იყო წარდგენილი, ეს გახლავთ ფორუმის სხვადასხვა დროს ნაჩვენები იყო ქართული ფილმები ოთარ იოსელიანის პასტორალე, სერგო ფარაჯანოვის ამბავი სურამის ციხეზე და ლანა ღოღობერიძის ვალსი პეჩორაზე, ასე რომ კვლავ მოექცა ქართული ფილმი ბერლინალეს ყურადღების ცენტრში. ჩვენ გავიმარჯვეთ არტჰაუსის კინოთეატრების საერთაშორისო გაერთიანების პრიზი დავიმსახურეთ და ძალიან გვიხარია, იმიტომ რომ ეს ფილმი პირველ რიგში კინოსთვის არის შექმნილი და როცა ესეთი გაერთიანებიდან ესეთი პრიზი ჩვენ ფილმს ხდება წილად, თან არის 50 ფილმიდან ჩვენ ფილმს მიაქციეს ყურადღება და ჩვენი ფილმი აირჩიეს და ეს რა თქმა უნდა ძალიან გაგვეხარდა. ლევანდელ ფესტივალში 400-ზე მეტი ფილმი იყო ნაჩვენები, აქედან მთავარ საკონკურსო პროგრამაში 19 ფილმი იყო წარმოდგენილი და ახლა მე გაგაცნობთ გამარჯვებულ ფილმებს, გაგაცნობთ იმას, თუ ვინ აიღო ოქროს დათვი და ვინ აიღო ვერცხლის დათვი. საუკეთესო სცენარისტის ვერცხლის დათვი გადაეცა ჯაფარ ფანახს ფილმისთვის დახურული ფარდები. ეს არის ფილმი, რომელმაც პრემიერისთანავე ასეთი სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა ჟიურიმ არჩევანი მაინც მასზე შეაჩერა. ვერცხლის დათვი გადასცეს ოპერატორის საუკეთესო ნამუშევრისთვის ემირ ბაიგაზინის ფილმის ჰარმონიის გაკვეთილების ოპერატორს აზიზ ჯამბაკიევს სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა გასვან სანტის დაპირებულმა მიწამ, სადაც მთავარ როლს მეტ დეიმონი თამაშობს და აგრეთვე სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა პია მარიას ლაილა ფიურიმ. ქალის საუკეთესო როლისთვის ვერცხლის დათვი გადაეცა მსახიობ პოლინა გარსიას, რომელიც მონაწილეობდა სებასტიან ლელიოს ფილმში გლორია. მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ჟიურიმ ვერცხლის დათვი ნასიმ მუჯირს გადასცა, მან ითამაშა დენის ტანოვიჩის ფილმში ეპიზოდები ჯართის შემგროვებელი მამაკაცის ცხოვრებიდან და მინდა
აღნიშნა, რომ ეს არის ერთადერთი ფილმი წლევანდელ ბერლინალეზე, რომელმაც 2 ვერცხლის დათვი დაიმსახურა. რეჟისორს დენის სტანოვიჩს ჟიურის გრან-პრი გადაეცა საუკეთესო რეჟისორად წელს. დევიდ გორდონ გრინი დაასახელე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის კი ოქროს დათვი გადაეცა ფრანგ რეჟისორს ჟან ბერნარდ მარლინს ფილმისთვის ფუგა და ბოლოს ფესტივალის მთავარი პრიზი, ანუ ოქროს დათვი გადაეცა რუმინულ ფილმს ბავშვის პოზა, რომლის რეჟისორიც არის პიტერ ნაძერი. ეს გახლავთ ჟიურის შეფასება, რომელმაც დაიმსახურა წელსაც გარკვეული კრიტიკა კრიტიკოსების მხრიდან. მე მინდა აღვნიშნო, რომ იყო ფესტივალის განმავლობაში ამ საკონკურსო ფილმებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული სხვადასხვა ფილმზე, რომლებიც ვერ მოხვდა გამარჯვებულთა სიაში და ოდნავ განსხვავებული აღმოჩნდა ჟიურისა და მაყურებლების გემოვნება. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბერლინი არის, რა თქმა უნდა, სოციალური და პოლიტიკური აქტივობით გამორჩეული და ეს არ არის ფესტივალი, რომელიც აზროვნებს ან აფასებს არტისტული, ან კრეატიული, ან თქვათ არტ-ჰაუსის მონაცემებით მხოლოდ. და ჩემთვის ის სახიფათო ტენდენცია გამოიკვეთა კიდე, რომ მივხვდით იმისა, რომ მე ბერლინის ძალიან დიდ პატრიოტიზმს ასეთ გადაწყვეტილებებს, რომ სოციალურმა და პოლიტიკურმა კინომ თუნდაც იმ საოცარი ბრჭყალებში რეფლექსიის და დეპრესიის ფონზე, რასაც იწვევს ეგრეთ წოდებული პლასმასის და მასკულტურის კინო, ამ ფონზე გასაგებია, რომ ეს თქვარი რეაქცია და უკავშირია სამყაროსთან, რომელსაც სურს, რომ როგორმე ეს ხელოვნური კინო გაარღვიოს, თქვათ, აი ამ სოციალური თემებით, მაგრამ მეორე მხრივ არის ძალიან დიდი საშიშროება, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება და ეს ტენდენცია უკვე კარგი ხანია მიმდინარეობს და იგრძნობა, საერთოდ კინოს არსი როგორც ხელოვნების დაიკარგოს. ასეთი შეფასებებით დასრულდა ბერლინის 73-მე საერთაშორისო კინოფესტივალი. მომავალ წელს ბერლინი კვლაველის ახალ რეჟისორებს, ახალ მსახიობებს, ბევრ ვარსკვლავს, ძალიან ბევრ ჟურნალისტს და აგრეთვე ძალიან ბევრ მაყურებელს წელს მინდა აღვნიშნო, რომ 300.000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე. იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა ფესტივალი და როგორი ფილმები იყო წარმოდგენილი უფრო ვრცლად და კონკრეტულად უკვე ჩემი თბილისში დაბრუნების შემდეგ მოგითხროთ, მე კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ საქართველოს გამარჯვება. შეგახსენებთ, რომ ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე ერთ-ერთ ნომინაციაშია გამარჯვებული. ეს იყო ახალი 6-ზე მეგემშვიდობებით, ნახვამდის.